მოგესალმებით, თქვენ დაბრუნდით ქრისტინესთან პოდკასტში. დასაწყისშივე მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, დაალაიქოთ. მეტად არის ღილაკი აქ YouTube-ზე, იქაც რომ მონიშნოთ. დღეს ჩვენი სტუმარია ქალბატონი, რომელიც ემიგრაციაში არის შვილთან ერთად. ის არის მარტოხელა დედა. მიუხედავად იმისა, რაც ახლავს ემიგრაციას და თან მარტოხელა დედობას ემიგრაციაში, მან მოახერხა ესრულა თავის განვითარებაზე, მან ჩააბარა უნივერსიტეტში, ასევე ჩააბარა გარდას გამოცდები, ვინც ჩვენი ქართველი საქართველოში და არა მარტო საქართველოში, ირლანდიის ფარგლებს გარეთ არსებული მაყურებლებისთვის დავაზუსტებ, რომ გარდა არის ჩვენს ენაზე პოლიცია, მან ჩააბარა გარდას გამოცდები. და დღეს ის არის ერთ-ერთი საკმაოდ ძლიერი კომპანიის ერთ-ერთი საკმაოდ ძლიერი კომპანიაში მენეჯერის პოზიციაზე. დღეს ჩვენი სტუმარია ქალბატონი ია ბოდაველი. ია, მოგესალმები. ძალიან მიხარია, რომ დავგვთანხმდი პირველ რიგში სტუმრობაზე გადა ჩვენს პოდკასტში და მინდა გითხო, სად ხარ თუ არა გაგვიზიარო და გაუზიარო ჩვენს მაყურებელს ის გამოცდილება, რაც მიიღე ემიგრაციაში და მით უმეტეს მარტოხელა დედობა ძალიან რთულია შენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და როდესაც ხარ ემიგრანტი, ну რა თქმა უნდა, პირადი გამოცდილებით ჩემთვის ნაცნობი თემაა. მოგესალმები, ქრისტინე. დიდი მადლობა მოწვევისთვის და თუ ვინმეს ჩემი გამოცდილება ოდნავ მაინც გამოადგება, დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ. ჩვენი პოდკასტის ზოგადად ჩვენი საუბრების, ჩვენი ყოველი გადაცემის მიზანიც ზუსტად ეს არის, რომ ადამიანები, ვინც ჩვენთან სტუმრად მოდიან, საუბრობენ თავიანთ გამოცდილებაზე და ჩვენი მაყურებლები, ვინც არიან ემიგრაციაში, ან აპირებენ ემიგრაციაში წამოსვლას, მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება მათთვის ამ გამოცდილებების მოსმენა. და ისინი ძალიან შენიცი რომ სხვადასხვა ჯგუფებში ძალიან ბევრი ადამიანი წერს და კითხულობს აზრს, წამოვიდნენ თუ არა ემიგრაციაში, ყავთ შვილები, წამოვიდნენ შვილებთან ერთად, დატოვონ თუ არა ბავშვები საქართველოში და მარტო ხო არ წამოვიდნენ. ანუ და ძალიან ხშირად სხვათა შორის შენი პასუხებიც მხდება ხოლმე ძალიან აქტიური ხარ სოციალურ ქსელში, მაგრამ ამას ცოტა მოგვიანებით. ეხლა მინდა გითხრა, აი როდესაც გადაწყვიტე რომ ემიგრაციაში წამოსულიყავი, რამდენად, მე ამაზე პასუხი ვიცი, ვინაიდან ჩვენ გვაქვს გარკვეული ურთიერთობა, მაგრამ მაინც გითხავ მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იქნება, დაუშვი თუ არა, მარტო წამოსვლა და როგორც ხდება ხოლმე, რაღაცას დავლაგდები, გავიგებ რა ხდება, რა სიტუაციაა და დაუშვათ მე წავიყვან ბავშვს. რამდენად გქონდა ეს მომენტი? როდესაც დადგა უცილებლობა, რომ მე უნდა წამოსულიყავი საქართველოდან, ვარიანტადაც კი არ განმიხილია ლიზის დატოვება საქართველოში. ამას ჰქონდა თავისი მიზეზები და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი იყო ის, რომ მე წამოვედი ჩემი ცხოვრების ისეთ პერიოდში, როდესაც მე არავინ არ მყავდა ლიზის გარდა და ლიზის არავინ არ ყავდა ჩემს გარდა. ჩვენ დღეს მე ძალიან ბევრს ვიტირებთ. არა მგონია. შესაბამისად ვერ და არ დავტოვებდი. ამიტომ წამოვედი ლიზისთან ერთად. რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა თავისი სტრესი და პრობლემები, თუმცა შიშის მომენტი, როდესაც ფიქრობდი, მე მაგალითად, როდესაც გადავწყვიტე წამოსვლა ბავშვთან ერთად, რა თქმა უნდა, ერთი წამით არ დამიშვია, რომ შეიძლება ბავშვი დავტოვო და მარტო წავიდე, გამორიცხული იყო ეგამპავი ჩემს შემთხვევაშიც, მაგრამ მთელი ის გზა, რაც უნდა გამევლო, იყო ძალიან ბუნდოვანი ჩემთვის. და სულ ვფიქრობდი, რომ სად მიმყავს ბავშვი. საერთოდ ძალიან ბუნდოვნად მოვდივართ, არ ვიცით რა გზას გავივლით, არ ვიცით რამდენი ხანი დაგჭირდება ამ ყველაფრისთვის, რა დაგხვდება, რისთვის ვაწვალებთ ბავშვს. რა მაინტერესებს, იცი რამდენად მარტივად, ლიზი რამდენი წლის იყო მაშინ? 8 წლის. დაახლოებით ჩემი შვილის გააპროტესტა? იცი რა არის, არც გქონია ამისი საშუალება, რომ გვეფიქრა და გადაგვეწყვეტა, იმიტომ რომ მე გადაწყვეტილებებს ვიღებ ძალიან სწრაფად. ანუ წინა ღამეს გადავწყვიტე, რომ მეორე დილით უნდა წამოსულიყავი და
არც მიფიქრია საერთოდ რა შეიძლება და დამხვედროთ, იმიტომ რომ არ ვფიქრობ ხოლმე, როდესაც რაღაც უნდა გავაკეთო, ბევრი რომ ვიფიქროთ, მე შეიძლება არ გავაკეთო, იმიტომ რომ იქიდან აქ რა დამხვდებოდა, ამას მაინც ვერ განსაზღვრავდი წინასწარ, ამიტომ ვთქვი, რომ ჩავალ და ვნახავ, რაც იქნება. და შესაბამისად ლიზიცაც არ ქონია იმისი დრო, რომ ეფიქრა აქ რა დახვდებოდა. ან გაეპროტესტებინა, ან დარჩენა ეთხოვა, ისაც არ ვიცოდით, ბოლომდე ჩამოვაღწევდით თუ არა, ანუ ისაც რეალურად ხო, ამიტომ უბრალოდ წამოვედით და მე დრომ გვიჩვენა ყველაფერი. მოდი ცოტა უკან გადავიწიოთ. საქართველოს სანამ წამოხვიდოდი, რა საქმიანობდი, ეგეც რო გითხრა? საქართველოში ძალიან დიდი სამუშაო გამოცდილება მაქვს, მიმუშავია ძალიან დიდ კომპანიებში, top management-ში, მიმუშავია საქართველოს ბანკში 7 წლის განმავლობაში, მქონდა საკუთარი ბიზნესი, საკმაოდ დიდი განათლება მაქვს მიღებული, მისწავლია ყველგან, რისის სწავლაც კი შეიძლებოდა წამოსვლის მომენტში სწავლობდი კავკასიის ბიზნეს სკოლის დოქტორანტურაზე. და ძალიან დიდი გამოცდილება დამიკრავდა საქართველოში სამუშაო კუთხით. მე ამ ყველაფერს ვსტავებ და იღებ გადაწყვეტილებას, რომ ბავშვთან ერთად უნდა წახვიდე სხვა ქვეყანაში, უნდა გახდა ემიგრანტი და რაც არ უნდა მზად ვიყოთ, რაც არ უნდა სწრაფად ვიღებდეთ გადაწყვეტილებას, მაინც იმის მე ასეცაც ვერ წარმოვიდგენთ, რაც შემდეგ ჩამოვდივართ და გვხვდება აქ. როდესაც ჩამოხვედი ირლანდიაში. როგორ წარიმართა ეს პერიოდი? აი ამ პერიოდზე თუ შეგიძლია როგორ საუბრო? შენი გამოცდილება გაგვიზიარო. დაახლოებითაც კი არ წარმომედგინა თუ ამხელა სტრესის გადატანა მომიწევდა აქ. როდესაც მოვდიოდი, ხო? ესე იგი, მეგონი შენ კოვიდიც აქ მოგიწია, ხო? კოვიდი იყო ჯერ კიდე რომ წამოვედი და როდესაც წამოვედი, იმ დღეს დამიდასტურდა კოვიდი. რომ ჩამოვედი, პირდაპირ გამიშვეს კოვიდს სასტუმროში და ჩამოვედი ქვეყანაში, რომლის კულტურაზე და ცხოვრებაზე წარმოდგენაც არ მაქვს, ვარ ბავშვთან ერთად, არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, გადამიყვანეს კოვიდ სასტუმროში დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში და ვართ ესე გამომწყდეულები უბრალოდ 4 კედელს შუა. ეს იყო პირველი სტრესი, იმიტომ რომ ფიზიკურად გარეთ გასვლის საშუალებაც არ გქონდა, რომ გვენახა სად ვიყავით. ამას მოყვა კიდევ სხვა ბარიერებიც, მაგალითად ენის ბარიერი. ენა არ იცოდი, ხო? იცი რა არის, როდესაც წამოვედი, მეგონა რომ ვიცოდი. ანუ და კიდე სხვა აქცენტია. და როცა დარწმუნებული ხარ რომ ენა იცი, აი ძალიან გჭირდება რომ დაიძაბო, გაიგო რას გესაუბრებიან. ესე იგი, როდესაც წამოვედი, ანუ საქართველოში მე რამოდენიმე წელს განმავლობაში ვსწავლობდი ინგლისურს, საერთოდ ფრანგულ ენოვანი ვარ, ანუ ფრანგულს სწავლობდი სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც, მე ვემზადებოდი კერძოდ მთელი წლების განმავლობაში და ანუ ფრანგული იყო ჩემთვის ესეთი მშობლიური ენასავით იმ დროს, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვემზადებოდი ინგლისურშიც. და საკმაოდ დიდი სიტყვათა მარაგი მქონდა, სამსახურშიც გამოყენებაში მქონდა ინგლისური და ამიტომ ძალიან მშვიდად წამოვედი, რომ გაქცეულს მაინც მოვაბრუნებ. მაგრამ ვერ მოვაბრუნე, იმიტომ რომ სასწაულად გამიჭირდა გამეგორას მეუბნებოდნენ. როდესაც რაღაცას მეკითხებოდნენ, ვერ ვპასუხობდი. უბრალოდ პასუხობდი, მაგრამ ვერ იგებდნენ რას ვეუბნებოდი და ის იყო კიდევ ერთი დიდი სტრესი ჩემთვის. კურიოზების ვარ გაგშემთხვევა. კი, რა თქმა უნდა, ყოფილა ბევრჯერ სულ სხვა სიტყვა მინდოდა რომ მეთქვა და სულ სხვა სიტყვა მithქვამს, მაგალითად ჩიქენის მაგივრად მithქვამს, ქიჩენი ძალიან ხშირად და რა თქმა უნდა, იყო ეს რაღაცა დაძაბულობა ენასთან დაკავშირებით. პირველად, როდესაც კამათი მომიწია ვიღაცასთან, ეს კიდევ უფრო რთული იყო, იმიტომ რომ კამათის დროს ხომ გინდა რომ რაღაც სწრაფად უთხრა და დაასწრო და შენ უთხრა პირველმა, აქ საერთოდ გავიჭედე, იმიტომ რომ არ მომდიოდა უბრალოდ არც ერთი ინგლისური სიტყვა, რითაც შემეძლო რომ ჩემი პოზიცია დამეცვა. და ძალიან განვიცადე ეს რა და ესე იგი ჩამოსვლიდან 6 თვე, აი ჩვეულებრივ პარალიზებული ვიყავი.
არ ვიცოდი საიდან უნდა დამეწყო, უბრალოდ ვიწექი, მეძინა, ვდგებოდი, ვჭამდი, ვიწექი, მეძინა და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, რაღაცა დაბნეული გაურკვევლობაში. რა თქმა უნდა, სამსახურიც არა. არა, არც სამსახური არ მქონია, იმიტომ რომ 6 თვის განმავლობაში სამუშაო უფლებაც არ მქონდა, 6 თვის მერე მივიღე სამუშაო უფლება და ამის შემდეგ დავიწყე მუშაობა. ლიზი რამდენ ხანში წავიდა სკოლაში? ესე იგი, ლიზის სტრესი კიდევ ერთი დიდი სტრესი იყო ჩემთვის. როდესაც ჩამოვედით, იყო ის პერიოდი, რომ 2-3 კვირაში ძალიან ბევრი უკრაინელი ერთდროულად შემოვიდა ირლანდიაში. პრიორიტეტი გახდა უკრაინელი ბავშვების სკოლაში მიღება, იმიტომ რომ ომი გამოიარეს, სტრესი გამოიარეს. სამი თვე წავედით სკოლაში დაახლოებით. 6 თვის განმავლობაში ლიზ სკოლაში არ დადიოდა. და აი ფიზიკურად ადგილი არ იყოს, დავდიოდი სკოლიდან სკოლაში, დირექტორიდან დირექტორთან და მეუბნებოდნენ რომ ადგილი არ არის. სულის ადამიანი ხარ, აი ეს ვცდილობდი მაქსიმალურად. წარმომიდგენია რომ შემთხვევაში 6 თვე ვერ მოახერხე. 6 თვე ლიზის სკოლაში არ დადიოდა. და რა თქმა უნდა ეს პერიოდი არ ყავდა მეგობრები. არ ყავდა მეგობრები. და უწევდა მარტო შენთან კონტაქტი. კი. აი თუ გესაუბრებოდა თავის გრძნობებზე იცი რა არის, ესე იგი ლიზიმ ძალიან მტკივნეულად განიცადა ჩამოსვლა. ესე იგი პირველი 6 თვის განმავლობაში ყოველდღე 6 თვის არა, თითქმის 1 წლის განმავლობაში ყოველდღე ტიროდა. და აი მუდმივად მესმოდა ფრაზები, რომ შენ ხარ ცუდი დედა, ესე მომაძახებდა, შენ ხარ ცუდი დედა, რომ მაიზულე დამეტოვებინა მეგობრები, დამეტოვებინა სკოლა, დამეტოვებინა ჩემი რაღაცა სათამაშოები, ჩემი რაღაცა საყვარელი კუთხე, რაღაცა მოკლე. ოთახი თავისი საწოლი, ყველაფერი ენატრებოდა და აი ეს მე მეუბნებოდა, რომ შენ ხარ ყველაზე ცუდი დედა. და როგორი ამას რო ისმენ. ხო, აი ხაც ძალიან ნერვიულობ ხოლმე მაგაზე. მაშინ ვფიქრობდი, რომ იქნებ დაუშვი შეცდომა და დღისით ლიზი ტიროდა, ეხა იმასთან ხომ არ შევიმჩნევდი მე, რომ ვნერვიულობდი ამ თემაზე და ღამე მერე მევტიროდი ხოლმე მთელი 1 წელი ისე გავიარეთ, რომ რა თქმა უნდა ვუხსნიდი, რომ ეს აუცილებელი იყო, რომ ეს ხვალდაზე გაიმისტრო. ხო, პატარა იყო, 8 წლის იყო და არც მისმენდა, იმიტომ რომ იმას ენატრებოდა საქართველოს და მის მეგობრებს. საქართველოში. როგორ გაუმკლავდი იმ პერიოდს, როდესაც ლიზის ჰქონდა პროტესტი და შენ გადანაშაულებდა იმ ყველაფერში, როცა ის მოწყდა თავის გარემოს, მეგობრებს. იცი რა არის, ამას ისე ვერ გაუმკლავდები. უბრალოდ ვფიქრობდი, რომ ემოციურად როგორ გადაიტანე, იმიტომ რომ შენ თვითონაც ძალიან მარტო ხარ. ეს ამდენი პასუხისმგებლობა არის შენზე. შენ უნდა მართო ის, რომ ბავშვმა მტკივნეულად მიიღო, მაგრამ შეუმსუბუქო მას ეს ყველაფერი და მე რასაც უყურებ, შენ ხარ ისეთი დედა, ყველა დედა, რა თქმა უნდა, თავის შვილისთვის იდეალურია, მაგრამ შენი და ლიზის ურთიერთობა კიდევ უფრო განსაკუთრებულია, ძალიან ბევრ შემთხვევაში და გაკვირდები ხოლმე სხვათა შორის და როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაქვს, მისაღები ან რაღაცას გეუბნები, ყოველთვის შენი პასუხი არის, რომ მოიცა ლიზის ვკითხავ და მე გიპასუხებ, ანუ შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლიზის აზრი და არასოდეს ერთპიროვნულად შენ თითქმის არ იღებ ხოლმე გადაწყვეტილებებს. ამიტომ მაინტერესებს ეს ემოციური კავშირი თქვენ შორის კიდე მე რასაც ვხედავ ძალიან ახლოა. როგორ ცდილობდი, რომ მისთვის შეგემსუბუქებინა და სხვა რამეზე გადაგეტანა მისი დაუშვათ ეს ფიქრები. ესე იგი, პირველი 6 თვის განმავლობაში ვერაფერს ვერ შვებოდი, აი ხელები და ფეხები მქონდა შეკრული, იმიტომ რომ მე თვითონ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. თუმცა მე ლიზის სკოლაში მივიდა, მე მომეცა საშუალება რომ მუშაობა დამეწყო და მას შემდეგ ვცდილობ რომ გავართო, გავიყვანო. არ არსებობს შაბათი და კვირა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი სამუშაო კვირა გვაქვს აქ ყველას, თითქმის არ არსებობს შაბათი და კვირა, შენ რომ სადღაც ლიზი არ წაიყვანო. ლიზის სკოლაში დადიოდა, მესამე კლასში იყო, მესამე კლასში იყო და ჩამოიყვანი და უკვე გამოცდილება ჰქონდა ქართული განათლების სისტემის
გამოცდილება ქონდა ქართულ მასწავლებლებთან ურთიერთობის, ქართველი კლასელობის და ასე შემდეგ. როგორ შეეგუა იმ სისტემას, იმ ურთიერთობებს, რაც დახვდა ირლანდიის იცი რა არის სკოლის დაწყებაც ძალიან მტკივნეული იყო ლიზისთვის, იმიტომ რომ მასაც ჰქონდა რა თქმა უნდა ენის ბარიერი, ახლა 8 წლის ბავშვს არ ჰქონდა იმ დონეზე ინგლისურის ცოდნა, რომ კლასელებთან თავისუფლად ესაუბრა, ხო? როდესაც მოდიოდა სახლში მეუბნებოდა რომ რაღაცას მეუბნებიან ვერ ვიგებ, მასწავლებელი რაღაცას ხსნის ვერ ვიგებ. ნუ მთლიანად ვიყავი ჩართული ლიზის ენაშიც, სკოლაშიც, იმიტომ რომ მე უნდა დავხმარებოდი. სხვანაირად ძალიან სწრაფად ვერ შეძლებდა დაწევას პროგრამის და ინგლისურის. იგივე კლასში დასვეს. შემოგთავაზეს ქვედა კლასში დაბრუნება, თუმცა ხო, ვუთხარი რომ ვცადოთ იგივე კლასში, თუ მივხვდებით რომ არ გამოდის, შემდეგ დავაბრუნოთ უკან. ჩვენ მარტო ხელა დედები, ზოგადად დედის როლიც ჩვენ გვაქვს და მამის როლიც. ამ შემთხვევაში როგორ ახერხებ ბალანსს? აი სატყოულობ ამ ძალას ძალიან რთულია ერთი ადამიანის პასუხისმგებლობის ქვეშ იყოს ყველაფერი აბსოლუტურად. იქნება ეს სამსახური, იქნება ბავშვის განვითარება, ბავშვის მომავალი. თითქოს გაქვს ხოლმე ეს მომენტი, რომ აი არავის არ ეკითხები, რა გადაწყვეტილება მიიღო ლიზის შესახებ. კი, ეს არის ჩემი საყვარელი მომენტი მარტოხელა დედობაში, იმიტომ რომ თითქოს ვთვლი რომ მე ეს ბოდიში გაწყვეტინებ, ჩემი გადმოსახედიდან ვთვლი რომ მარტო მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება. კი, ასე ვარ მეც, არ მჭირდება არავისთან შეთანხმება. მე ვიცი რა არის ჩემი შვილისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება, მე ვიცნობ ლიზის ისე როგორც არავინ ამ ქვეყნად და მე თვითონ ვიღებ გადაწყვეტილებას მარტო დამოუკიდებლად რა იქნება მისთვის კარგი. ის არის საუკეთესო, რაც აქვს მართლა მარტოხელა დედობას, რომ არავისთან არ გიწევს შეთანხმება იმ ენაზე მიიყვანო თუ ამ ενაზე იქ წაიყვანო სკოლაში თუ აქ წაიყვანო, ანუ შენ ხარ და შენს იქით ეს არავის არ ეხება. ხო, მაგრამ ეს ხომ გაუწევად პასუხისმგებლობაც არის. კი, მესმის, მაგრამ როდესაც გადავწყვიტე რომ მარტოხელა დედა ეს არის არჩევანი რაღაც მომენტში. ეს ამისთვის ვიყავი მზად. თუმცა პროცესში ალბათ უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მზად ვიყავით. ესე იგი, რა თქმა უნდა, მიფიქრია, რომ ძნელია. ელემენტარულად ყველა ცუდად გახდომაზე. მარტო შენ ხარ. ანუ, როდესაც ხშირად ყოფილა სხვათა შორის, რომ სიცხიანი 40 გრადუსის სიცხით გამიყვანია, რომ წამალი მეყიდა, იმიტომ რომ დამტოვებელიც არ ყავს იმ წუთას. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც მარტო ხარ ბავშვთან, მაგრამ, ნუ არ გაქვს მეტი არჩევანი. მაინც არ ვთვლი, რომ ხო, შეიძლება რომ მოდი, იცი რა მინდა კითხო, დახმარებას არ ვითხოვთ, ჩვენ ვიღებთ ჩვენ თავზე ამ ყველაფერს. იცი რა არის, როდესაც მცადე რომ დახმარება მეთხოვა, არ დამეხმარნენ, მიხვდი? მე მუდმივად მაგ პოზიციაში ყოფნა, რომ ვიღაცისგან რაღაცას ითხოვ, არ მიყვარს. ვიღაცისგან არა. მე მესმის, მაგრამ მაშინ თვითონ ბავშვმა უნდა მოითხოვოს. მე ვერ მოვითხოვ. მე არ ვაძალებ ბავშვს რომ რაღაცას რაღაცა მოთხოვოს. საიდან მოდის ეს ენერგია, რაც ალბათ ამაზე ბევრს არ ვფიქრობთ, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, ძალიან რთულია იპოვოს საკუთარ თავში, მართლა ძალიან რთულია იპოვოს საკუთარ თავში ძალა, რომ დედაც შენ იყო, მამაც შენ იყო, მეგობარიც შენ იყო, აღმზრდელი შენ იყო, აი ძალიან რთულია. სად არის ეს? რა გვაძლევს ამ ყველაფერს? პირველ რიგში თვითონ ლიზი მაძლევს ამის ძალას, იმიტომ რომ ვფიქრობ ხოლმე, რომ ნუ აი რაღაცას ვაკეთებ მაგალითად და მინდა რომ ბოლომდე მივიდე, ხო? ნუ არ გამოდის რაღაცა, ხო? ვფიქრობ ხოლმე იმაზე, რომ აი ლიზი მიყურებს, რაღაცას ვაკეთებ და არ გამოდის და ნუ ხელი ჩავიქნიო და დავანებო ხო ამის კეთებას თავი. და ხვალ რომ ლიზი რაღაცის გაკეთებას დაიწყებს და არ გამოუვა, ხო უნდა კონდეს მაგალითი, რომ აი დედამ ხო ეს მაინც გააკეთა, ანუ მეორეცსა და მესამეცსა და მაინც გამოუვიდა. ანუ გინდა არ გინდა უნდა აკეთო, იმიტომ რომ მაგალითი იყო მისთვის. მეორეც, როდესაც მარტო ხარ ადამიანი და ბავშვზე გაქვს სრული პასუხისმგებლობა, ფიზიკურად ვერ გაჩერდები. ანუ ძალიან ხშირად ყოფილა, რომ აი დილთ არ მინდა რომ წავიდე სამსახურში, საერთოდ არ ვარ ხასიათზე. დასვენებასაც თავი ფიზიკურად ხარ ცუდად.
ფსიქოლოგიურად ხარ ცუდად და ანუ გინდა რომ რაღაცა გადატრიალდე და დაიძინო. ვერ ვაძლევ, ზუსტად ამას ვამბობ. არა, ვერ ვაძლევ, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი რომ ერთი დღეც რომ მე გავჩერდე და დაუშვათ არ ვიმუშაო, აი მე ეს მთელი 2-3 თვე შემიქმნის პრობლემას. მიხვდი? თუნდაც ფინანსურ ნაწილში, იმიტომ რომ მთლიანად ჩემი ფინანსები არის განაწილებული ისე, რომ ერთი დღის ჩავარდნაც კი გამოიწვევს რაღაცა დიდ შეფერხებას რაღაც საკითხებში. ჩვენ როდესაც ჩვენი შვილები წამოვიყვანეთ გარკვეულწილად ჩვენ ამ ბავშვებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დავაკისრეთ. როგორ ფიქრობ? ძალიან ხშირად ვფიქრობ ამაზე და ბევრი ღამეც მინდა გითხრა გამითენებია ამაზე ფიქრში და მიფიქრია რომ აი რატომ დავაკისრე ჩემ შვილს ამ ხელა პასუხისმგებლობა მას აი ესეთ პატარა ასაკში მოუწია მეგობრების, თავისი სახლის, თავისი ნათესავების, ფაქტიურად ერთადერთი ახლობელი ადამიანი, ვისთანაც ის მარტო აღმოჩნდა, არის დედა, და რა თქმა უნდა დედაზე საყვარელი არავინ არ არის, მაგრამ ურთიერთობაში ბავშვებს სჭირდებათ მეგობრებიც, თავისი სკოლაც, ის რასაც მიჩვეულები არიან, ძალიან რთული ამ ყველაფერს აი ესე მალე უცებ გამოსწორებს. აი როგორ ფიქრობ, სწორი ვქენით? ძალიან ხშირად მიფიქრია რამდენად სწორი ნაბიჯი გადავდგი რომ ამისთვის მე დიდი ვარ და შეიძლება ჩემ თავში ვიპოვო ძალა და მოვერიო, მაგრამ ბავშვები ამ ყველაფერს გულში იკლავენ და ხშირ შემთხვევაში ამას ესე აფიშირებას არ უკეთებენ და მე შეიძლება რაღაც დიდ ტრამვადაც მივიღოთ ეს ყველაფერი. შენი აზრით როგორ ფიქრობ, აი სწორია ეს? აი რო ვუყურებ ადამიანებს ახლა მგონია რომ ვინ ცხოვრობს კარგად დღეს, ხო? ორი მე აღმოვაჩინე, ნუ ალბათ მე არ ვარ ერთადერთი ვინც ეს აღმოვაჩინა, მაგრამ ვფიქრობ რომ ადამიანი რომელსაც აქვს გადაწყვეტილებების მიღების უნარი და მეორე უნარი ცვლილებებთან ადაპტაციის ადვილად შეგუების უნარი. კი, ანუ არ მოგწონს რაღაც შეცვალე სასწრაფოდ, ხო? ანუ არ დარჩე იქ, არ მოგწონს შეცვალე. იცი რა მე მგონია, რომ ის რომ ლიზმ შეიცვალა მაგალითად ქვეყანა ამ ასაკში, ლიზმ შეიცვალა სკოლა, თან რამდენი სკოლა ლიზის მოუწია ალბათ 5-6 სკოლის შეცვლა. აქ კი ბატონო, იმიტომ რომ მისამართებთან ერთად ვიცვლით სკოლას. რა თქმა უნდა ის პირველად რო შეიცვალა, მეორე სკოლაში ტირილით წავიდა, მეორე დრო შეიცვალა, მესამე სკოლაში ტირილით წავიდა. ეხლა ისე იცვლის უკვე ამ სკოლას რომ რეაქცია აღარ აქვს. მიჩვეულია, კი. მე მგონია რომ ეს მომავალში ძალიან გამოადგება, იმიტომ რომ 8 წლის ასაკში თუ ეს გადაიტანა, ანუ რომელი ცვლილება შეაშინებს, ანუ არ ვფიქრობ რომ ეს ცუდი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ ბავშვობიდან იცის რომ ცვლილება ხდება, აუცილებელია და გინდა არ გინდა უნდა შეეგუო. თუ გქონია ესეთი მომენტი, როდესაც პირველად პირისპირ შეეჯახე რაღაც ისეთ მომენტს, რამაც ძალიან ატკინა შენს შვილს. კი, ესე იგი, ერთხელ კი არა, რამოდენიმეჯერ ისევ სკოლას უკავშირდება ეს გულის ტკენა, ესე იგი, როდესაც მივიდა სკოლაში, ნუ აი, ალბათ რამოდენიმე კვირის მერე მოვიდა ტირილით და როდესაც ვკითხე რომ რა ხდება, რატო ტირი ხარ, იყო ძლივს ეს გულა მოსკვნილი, მიყვება რომ ესე იგი, ეზოში ბავშვები თამაშობდნენო და ნუ ლიზისთან ერთად სხვა ორი ბავშვიც დადიოდა რა მის სკოლაში და ბიჭებს, ორი ქართველი ბავშვი და ბიჭებს მოუვიდათ კონფლიქტი ერთმანეთში და ამ ჩხუბის დროს ამ აქაურმა ბავშვებმა მიაძახეს ქართველებს რომ წადით თქვენს ბინძურ ქვეყანაშიო რა და ეს მოვიდა დღემდე ახსოვს, დღემდე ამას იხსენებს ტირილით, ძალიან განიცადა, რომ რატო ამბობენ ჩემს ქვეყანაზე ასეთ რაღაცებს. მე ამან მიიღო მასიური ხასიათი და დაახლოებით 1 წელი ვიდექი, ალბათ ყოველ კვირა მიწევდა მისვლა სკოლაში და იქ კონცერტების მოწყობა, რომ რამენაირად გაიგებინებინათ ამ ბავშვებისთვის, რომ ეს არ იყო რაღაცა სწორი ურთიერთობა ქართველ ბავშვებთან. საბედნიეროდ სკოლა შევიცვალეთ შემდეგ და ჩაიარა. სიტუაცია ციცი რა არის, მაშინ ახალი ჩამოსული იყო ლიზი, ენაც არ იცოდა, პასუხის დაბრუნებაც არ იცოდა. თქვენ შემთხვევაში ცოტანი იყვნენ ქართველები. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ბევრი ვიყავით, ბავშვებიც, ქართველი ბავშვები, ყველა ერთ სკოლაში წავიდა ჩვენი ბავშვები და ამიტომ მეტნაკლებად ხო არ გქონდა ეხოთაშორის მაგაში გაგვიმართლა რომ ჩვენ
მე ჩემთან არ მოუყოლია სხვათა შორის აუცილებლად ალბათ მეტყოდა რაღაცას გავსი რომ ყოფილიყო. იცი რა მაინტერესებს? ზოგადად ირლანდიაში და მით უმეტეს ემიგრაციაში ფრაზა რომ ბავშვი მყავს და ამიტომ ვერ ვიმუშავებ, ვერ გადაგვარჩენს და ვერ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რაც დაუშვათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ჭირდება. და აქ როგორც არის, ჩვენ ცხოვრობდით ამათ საცხოვრებლებში, სასტუმროებში და მათ შორის შენც და აქვთ რეგულაციები რაღაც გარკვეულ ასაკამდე ბავშვს მარტო ვერ დატოვებ. თუ მარტო ვერ დატოვებ, შესაბამისად ვერც იმუშავებ. და ის პერიოდი, რაც ბავშვი არის სკოლაში, ჩვენთან ესე იყო, თითქმის გზაში გჭირდება, რომ რაღაც A პუნქტიდან B პუნქტამდე მიხვიდე და უკან დაბრუნდე და ფაქტიურად ვერ ასწრებ ვერაფერს. ამ სიტუაციიდან როგორ გამოძველი? ჩვენ მაგალითად მე გამიმართლა იმაში, რომ ჩვენ ბევრი ერთად ცხოვრობდით, ბევრი ქართველი ოჯახი ვიყავით და მათ შორის იყო რამოდენიმე გოგო, ჩემი მეგობრები დღეს უკვე, ვისაც პატარები ყავდათ და არ მუშაობდნენ, ამიტომ ყველა ეს ბავშვი ჩაბარებული იყო შემდეგ იმასთან და დიდი ორომტრიალი ჰქონდა. აი შენ როგორ გამომკლავდი ამ პრობლემას? ანალოგიურ სიტუაციაში ვიყავი მე, სადაც ცხოვრობდი გავიცანი ქართველი გოგოები და ისინი მიწყობდნენ ხელს რა, ანუ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ლიზი არის გაზრდილი ირლანდიელი ქართველი ემიგრანტების მიერ, იმიტომ რომ ალბათ როგორი ისაა, ხო, ეს ყველაფერი აქ ჩვენ რო ამ ადამიანებს არ შევხვედროდით, აი ესეთი გვერდით დგომა რო არ გქონოდა, თითქმის ვერაფერს ვერ გავაკეთებდით. კი ბატონო, ძალიან ხელი შემიწყეს, რომ არა ეს ხელშეწყობა ალბათ ვერ ვიმუშავებდი, იმიტომ რომ ძალიან რაღაც პერიოდი ძიძაც მყავდა აყვანილი, თუმცა თუ ნახევარ ხელფასზე მეტი, ეხლა 200 და 300 ევროს გამო არავინ არ დარჩება მთელი დღე სახლში, ხო, წავა და იმუშავებს, ანუ იმდენი უნდა უხადო, რომ უღირდეს შენ შულთან ჯდომა, ხო? და ნუ გამოდიოდა ისე, რომ რაღაცა თითქმის მთელი ხელფასის გადახდა მიწევდა ძიძებთანაც, თუმცა ნუ გავიარეთ საბოლოოდ ეს პერიოდი და მაშინ მაინც ვთვლიდი, რომ პრიორიტეტი მაინც იყო განვითარება. სამსახური მე მყავს აქ ერთი ესეთი ჩემ ანგელოს ვეძახი, ერთი ესეთი ოქროს გოგო, რომელმაც აი ამ ჩემი დეპრესიის პერიოდში მითხრა, რომ როდესაც ეინაც კი არ ვიცოდი, მითხრა, რომ იცი რა, უნდა დაიწყო მუშაობა რა. ნუ ვეუბნები, რომ სად დავიწყო, ხო ხედავ, რომ ვერც ვიგებრას მეუბნები, არა რომ გამორიცხულია ჩემი მუშაობა და ნუ წამიყვანა თავისთან, თვითონ მენეჯერია იმ კომპანიაში, რომელშიც ახლა მე ვმუშაობ. და მითხრა, რომ იცი რა, ის რომელშიც ახლა შენც მუშაობ და მითხრა, რომ მუდმივად ვიდგები შენს უკან და თუ რამეს ვერ გაიგებ, მე ქართულად დაგეხმარები. და ასეც იყო ალბათ 2-3 თვის განმავლობაში, აი რაღაცა მომხმარებლის მომსახურების სფეროში დავიწყე მუშაობა, მომხმარებელი რომ მოდიოდა და მეუბნებოდა რაღაცას და რა თქმა უნდა ვერ ვიგებდი რას მეუბნებოდა, ზურგს უკან მედგა და მეჩურჩულებოდა, რომ ხა ამას გეუბნება და ეხა ეს უნდა უპასუხო. ის მიხვდი რომ უკვე მზად ხარ შენს პროფესიულ განვითარებას მიხედო, დაიწყო სწავლა. როდის დაგიდგეს პერიოდი, როდის ნახე თავისუფალი დრო ამისთვის, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ სურვილი შეიძლება მუდმივად იყოს, მაგრამ დრო თითქმის არასდროს. მე ზოგადად ეგეთი ადამიანი ვარ, რომ ვერ ვისვენებ ერთი და იგივე პოზიციაზე, ერთი და იგივე სიტუაციაში, ანუ მუდმივად მჭირდება რაღაცა ახალი. თუმცა ისევ იმ ჩემი ანგელოზი გოგოს დამსახურება ის, რომ მუშაობის დაწყებიდან 6 თვეში ეს შემომიჩნდა, რომ იცი რა შენ ეს უკვე იცი და უნდა მოითხოვო დაწინაურება. იმდენი მაძახა ეს, რომ გავბედე და მივედი ესეთ ჩვენს საერთო უფროსთან და მივედი, გავბედე მოკლედ და მივედი ამ ჩვენს უფროსთან და ვეუბნები, რომ იცი რა, ვფიქრობ რომ მზად ვარ, რომ ერთი საფეხურით ზემოთ ავიწიოდ. მეორე დილით მოვიდა და მითხრა, რომ ეგოისტურად ვიქცეოდიო, არ მინდოდა და შენი გაშვება აქედანო, მე არ მაქვს ეს პოზიცია. განსხვავებაც არის ქართულ და ირლანდიელ მენეჯერებს შორის. ქართველი ამას თითქმის ეხლა არ ვიცი რა ხდება, მაგრამ შინდელი. კი, ძალიან დიდი ბონუსით გამომაცილა და გამიშვა მის მეგობართან. რომ წახვედი შემდეგ და სწავლამდე უნდა მივიდე. გამომაცილა საკმაოდ დიდი ბონუსით და გამიშვა თავის მეგობართან სხვა ფილიალში იმ პოზიციაზე.
ამიტომ აქ არ ეჩქარებათ. ჩვენ ქართველებს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ შეგვიძლია დიდხანს მოთმენა და სწრაფად გვინდა ყველაფერი, რაც აქ არ ესმით. სწავლა როდის გადაწყვიტე, უნივერსიტეტში ჩაბარება როდის გადაწყვიტე? იცი რა არის ჩამოსვლის დღიდან ვიცი რომ მე აქ უნდა ვისწავლო, ხო. თუმცა აქაც ძალიან დიდ პრობლემას წავაწყდი. რაღაცა 3 წელია წრეზე ვტრიალებ. ვერ ვიპოვე გზა როგორ უნდა მოვხვდე უნივერსიტეტში. და რატო? ესე იგი, აქ არის ტოპ პირველი უნივერსიტეტი, Trinity უნივერსიტეტს ეძახიან და ამ უნივერსიტეტში გადავწყვიტე რომ გავიარო დოქტორანტურა. თუმცა ვერ ვიპოვე პროფესორი, რომელიც თანახმა იქნება რომ იყოს ჩემი ხელმძღვანელი. ის არის ძალიან დიდი პროცესი. ფიზიკურად პროფესორამდე ვერ აღწევ. საქართველოში ხომ მიდიხარ უნივერსიტეტში, ხვდება ეს ადამიანი, მიხვალ გაისაუბრები, ნუ შეთანხმდებით, რაღაცა თემას ანახებ და ასე შემდეგ რა. აქ სხვანაირად არის. ფიზიკურად ადამიანს ვერ ხვდები, გეუბნებიან რომ მეილზე უნდა მიიწერო, მეილზე მიწერ და არასოდეს არ გიბრუნებს პასუხს. ტელეფონზე ფიზიკურად აქ არ პასუხობს არასოდეს არავინ. ძირითადი კომუნიკაციის საშუალება არის მეილი, რომელზეც სამწუხაროდ პასუხს არ გიბრუნებენ წლების განმავლობაში. შემდეგ გადავწყვიტე რომ დავბრუნებულიყავი მაგისტრატურაზე. იმიტომ რომ მაგისტრატურას არ ჭირდება წინასწარ პროფესორის მოძიება. და ნუ ვიფიქრე რომ ჩავაბარე მაგისტრატურაზე და შემდეგ იქ გავიცნობ ამ პროფესორებს და მერე გადავალ უკვე დოქტორანტურაზე, როცა უკვე მეყოლება ვიღაცა ნაცნობი, ვისაც დავითანხმებ რომ გახდეს ჩემი ხელმძღვანელი. გრანტი მოვითხოვე, გადავაგზავნე მთელი ჩემი ისე ვთქვათ დოკუმენტები და დამიდასტურდა დაფინანსება. თუმცა აღმოჩნდა რომ გრანტი არ დამიფინანსებს მაგისტრატურას, იმიტომ რომ მაგისტრატურა უკვე დამთავრებული მაქვს. და გრანტი აფინანსებს მხოლოდ პროგრესირებად კურსს, რაც უნდა იყოს PhD. შესაბამისად, იქ გრანტი მაქვს, მაგრამ ვერ ხვდები, იმიტომ რომ პროფესორამდე ვერ მივდივარ. აქ მიმიღეს, მაგრამ გრანტი მაქვს და აი ესე 3 წელია ვტრიალებ წრეზე, თუმცა ამასობაში გავიარე ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი კარგი უნივერსიტეტად ითვლება UCD, იქ გავიარე მენეჯმენტის და ლიდერობის კურსები, თუმცა ეს არის მოკლევადიანი 6 თვიანი 1 წლიანი კურსები და არა ძალიან საქართველოში 2 წლიან სწავლასაც კი უდრის ამათი 6 თვიანი. კი, რა თქმა უნდა, მე როდესაც ჩამოვედი და დავიწყე ზოგადად საერთოდ სიუების გზავნა, არავის არ ინტერესებდა ჩემი ქართული გამოცდილება და განათლება. რატო გადაწყვიტე ზოგადად გარდას გამოცდების ჩაბარება? ესე იგი, ეს იყო ჩემი სურვილი და გადაწყვეტილება ყოფილიყო, ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ალბათ თავიდანვე, როდესაც მე აბიტურიენტი ვიყავი, წავიდოდი ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ეხაც ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რასაც ალბათ მთელი ცხოვრება სიამოვნებით გავაკეთებდი. ბიზნესის კუთხით წავედი, თუმცა ალბათ ის იყო, რაც ბავშვობიდან მოყოლებული ოცნებად მქონდა. ვაკანსია გამოცხადდა მოკლედ გარდაში. ვნახე მოთხოვნები და მივხვდი რომ ანუ ჩემთვის ისეთი ადვილად გავლად იქნებოდა პირველი ეტაპები. გადავაგზავნე ჩემი CV, შევავსეს რაღაცა აპლიკაცია, დამიკავშირდნენ, საკმაოდ რთული კონკურსი გავიარე, ტესტირება, წერითი გამოცდა, გასაუბრება, 2 გასაუბრება მათ შორის ერთი გასაუბრება დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. აი, საკმაოდ რთული კონკურსი იყო და ნუ ბოლოს აღმოჩნდა რომ უნდა წავსულიყავი 8 თვიან უკვე აყვანილი ხარ და ჭირდება ეს 8 თვიანი. და აღმოჩნდა რომ საჭირო იყო 8 თვე წავსულიყავი მათ ბაზაზე, ასე ვთქვათ, სადაც მომამზადებდნენ ფიზიკურად. ხა მე არ ვარ განათლებით სამართალმცოდნე, მასწავლიდნენ საჭირო კანონებს და 8 თვის განმავლობაში უნდა მეცხოვრა იქ. და ამ დროს ლიზიმ თქვა არა. ამ დროს ლიზიმ თქვა არა. და ლიზის არა არის კანონი.
იცი რა არის ტიროდა ამის გამო. ანუ როდესაც შენთან უწევდა განშორება. კი, ყველა ეტაპის შემდეგ რომ მოვდიოდი სახლში. არა, იქ ვერ წაიყვანდი, იმიტომ რომ იქ მხოლოდ პარასკევი შაბათს გიშვებდნენ იქიდან, დანარჩენი უნდა ყოფილიყავი და გეცხოვრა იქ. და ყველა ეტაპის შემდეგ რომ მოდიოდა პასუხი დაძაბული მეკითხებოდა, რომ გადახვედი? კიდე გადახვედი შემდეგ ეტაპზე? შეშინებული მეკითხებოდა, რომ სავარაუდოდ გულში ლოცულობდა, რომ ნეტა ჩაიჭრას და ვერ გავიდეს. უნდა დამეტოვებინა 8 თვე და მხოლოდ მენახა პარასკევს და შაბათს და აი ეს ლიზის არ უნდოდა. წერანკ საუბრის დასაწყისში ჩვენი საუბრის დასაწყისში ვახსენე რომ ჩვენ ქართველებს გვაქვს ეს Facebook ჯგუფი და ზოგადად ყველა ქვეყნის ემიგრანტებს აქვს ესეთი ჯგუფი, სადაც უცვლით ინფორმაციას, ვის რა ინტერესებს, ვის დახმარება ჭირდება მუდმივად, სანამ მე შენთან ესეთი პირადი კონტაქტი მექნებოდა. შენი სახელი და კვალი მოკლედ ჩემთვის ძალიან ნაცნობი იყო, იმიტომ რომ ყველა პოსტის ქვეშ სად ვინმე თუ ახლობელს ეძებდა ან ვინმეს დახმარება უნდა და ან უბრალოდ ინფორმაცია აინტერესებდა დაუზარებლად ყველგან მზად იყო შენი პასუხი. მაშინ, როდესაც გაქვს ეგეთი რთული და დამღლელი სამსახური. ყავს შვილი, რომელსაც სჭირდება შენი დროის, ალბათ მთელი შენი დრო. და ასე შემდეგ. როდის გრჩება იმის ენერგია და რა გაძლევს ამის ენერგიას, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მზად იყოს სრულიად უცნობ ადამიანებს თუნდაც გაყვე 5 საათის გზაზე და ჩახვიდე, ჩააკითხო და დახმარების ხელი გაუწო. აი, უბრალოდ მაინტერესებს, ეს არის შენი სულიერი საზრდო ამ ყველაფრის კეთება? იცი რა არის, მე ამას ვუყურებ ხოლმე, იცი როგორ, აი, ჩემი ძმა არის ამერიკაში წასული, ხო? და როდესაც წავიდა ამერიკაში, ნუ რამოდენიმე თვე ვერ ვუკავშირდებოდით, იმიტომ რომ ხო იცი როგორც არის რაღაცა პერიოდი უწევს, ხო, ვერ ვუკავშირდებოდით და ჩვენ წერდით ჯგუფებში, ან ვითხოვდით დახმარებას, რომ ვკითხულობდით რჩევებს, აი დედაჩემი იყო პანიკაში და წერდა პოსტავდა ყველგან, რომ ხალხო ხო არ იცით ეს როგორ ხდება, სად მოვიძიოთ, ვინ მოვიძიოთ, ეს მირჩიეთ, ის მირჩიეთ და იქ ვიღაცები უწერდნენ კომენტარებს და გვეხმარებოდნენ, მივხვდი, ანუ გვამშვიდებდნენ, გვაწვდიდნენ ინფორმაციას, რომელიც არ ვიცოდით ჩვენ. შემდეგ მე რო ვნახულობდი ჯგუფებში, რომ ვიღაცა დედა ითხოვდა, რომ იცი რა, ჩემი შვილი წამოვიდა და ვერ უპოულობთ და არ გამოდის კონტაქტზე 5 დღეა. აი წარმოვიდგენდი ხოლმე ჩემ თავს, რომ მე რო ვწერიქ, რომ რაღაცაზე დახმარება მჭირდება და არავინ არ მიპასუხოს. ხვდები, ამიტომ ვფიქრობდი, რომ იქ რომ ვიღაცა ჩემ ძმას ეხმარებოდა, აქ მე ვიყავი ვალდებული, რომ რითაც შემეძლო ვიღაცისთვის დახმარება გამეწია. მარტო ხელად დედებმა, რომლებიც აპირებენ იმ ემიგრაციაში წასვლას. და შენ ეს გზა უკვე გაიარე ბავშვთან ერთად. და ჩვენ ვიცით ეს იმის ალბათ მე ასეცაც ვერ გადმოვცემთ, მართლა რა რთულია. ყველაფერი ერთად. როდესაც შენ ერთ ადამიანს ქვა და რკინა ხო არა ვართ, ადამიანები ვართ და ჩვენი ძალიან მყივა ის რაც უნდა ვზიდოთ, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს ყველაფერი ჩვენ უნდა ვზიდოთ. ამიტომ მოკლედ დანებებას არ განვიხილავთ, ესე ვთქვათ. შენ შემთხვევაში ზუსტად ვიცი, რომ არის ანალოგიური. დღეს რომ შენ რჩევა კითხოს მარტო ხელად დედამ, წავიდეს თუ არა ემიგრაციაში. რა თქმა უნდა, უპირობოდ ვეტყვით, რომ უნდა წავიდეს ბავშვთან ერთად. მაგრამ ზოგადად წავიდეს თუ არა ემიგრაციაში. რა იქნება იას პასუხი? იცი რა არის, ამაზე ესეთი ერთი პასუხი არ მაქვს სამწუხაროდ, იმიტომ რომ გააჩნია რისთვის უნდა წავიდეს. მიხდე, ნახე, ჩემ შემთხვევაში მე როდესაც წამოვედი, ზუსტად ვიცოდი, რომ მოვდიოდი იმისთვის, რომ მე მთელი ცხოვრება უნდა ყოფილიყავი ირლანდიაში, მიხდე? ხო ვიცით ახლა ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც მოდის იმ გადაწყვეტილებით, რომ რამოდენიმე წელი ჩამოვა, იმუშავებს, მერე დაბრუნდება, რაღაცა პრობლემებს მოიგوارებს, გააჩნია რისთვის მოდიხარ, მიხდი? ჩემ შემთხვევაში
ალბათ ადაპტაციაც ამიტომ იყო მარტივი, რომ შენ იძულებული არ გეჩქარებოდა. კი, იძულებული ხარო შეეგუო, არ ხარ მაინც იმაზე ორიენტირებული, რომ უცებ ფული იშოვო, ანუ შეგიძლია დაბალ ხელფასზე დაიწყო მუშაობა. შეგეკითხები, იყიდე 5 ბინა და 10 მიწა? მე-13 გავიფორმე გუშინ. ვერ ვიყიდე 5 ბინა და 10 ნაკვეთი და მიზანი არც არის ჩემი ეს, რომ ქონება დავაგროვო. ვფიქრობ, რომ ლიზი საქართველოსთვის დაკარგულია? ეხაც კი ამბობს ხოლმე, რომ მე ოდესმე აუცილებლად დავუბრუნდები და ვიცხოვრებ იქ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ესე იქნება. თუ არის ხოლმე რაღაც ისეთი, რისთვისაც, შენ ფიქრობ, შეიძლება ეს ახლა მაღლა არ უთხრა, მაგრამ ბოდიში გაქვს ლიზისთვის მოსახდელი. არის არ მიფიქრია ამაზე. პატარ-პატარა წყენები ალბათ სულ აქვს ლიზისაც, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც მომენტში ვერ გაუგო, რაღაც მომენტში დაღლილი და განერვებული დაუბრუნდე და ისეთ რაღაცაზე მივცე შენიშვნა, რაზეც არ უნდა მივცე. თუმცა ამაზე მე ვსაუბრობთ და მეუბნება, რომ იცი რა, აქ არიყავი სწორი და ესე არ უნდა მოქცეულიყავი. არ მაქვს პრეტენზია, რომ იდეალური დედა ვიყო, ან შეცდომა არ დაუშვა, ანუ ის მგონია, რომ ბუნებრივია რაღაცა, ალბათ გავაკეთე არასწორად და ეგეთ რაღაცებზე იმ წუთას ვუხდი ბოდიშს და სიმართლე გითხრა არც მახსოვს ახლა ისეთი რამე არ მახსენდება, რასაც ასე გულში დღემდე განვიცდი, რომ იცი რა, ეს ძალიან არასწორი გავუკეთე. ბოლოს, ბოლო პერიოდში რა გახსენდება, რა გაუკეთე, ისეთი რამე შენს თავს, რითი გაახარე შენი თავი? ვერ ვიხსენებ სიმართლე გითხრა ასეთ რაღაცას, იმიტომ რომ როდესაც საქმე მიდის ჩემი თავის გახარებაზე და განებიურებაზე, მაინც ლიზზე მეფიქრება ხოლმე. ეხლა დღეს მაჩუქეს რაღაცა ბარათი თუ ვაუჩერი და წავედი რომ რაღაცას ვიყიდით, ხო და მივედი და დავინახე სუნამო, რომელიც ლიზის დიდი ხანია უნდა. მოვუკიდე ხელი, გავატარე ეს ვაუჩერი და წამოვუხე. მაინც ვერ გავიმეტე ჩემთვის. ვერ გეტყვი რომ დიდად ჩემ თავს ვანებიურებ რაღაცეებით, იმიტომ კიდევ და კიდევ იმიტომ რომ მე გადავწყვიტე თავის დროზე რომ ყოფილიყავი მარტოხელა დედა. კი, არც აღვიქვა ამას ტრაგედიად, იმიტომ რომ მე გადავწყვიტე ეს. ირლანდია შენთვის არის თავშესაფარი თუ შესაძლებლობების ქვეყანა? იცი რა არის ახალი ცხოვრება. ირლანდიაში დაიწყე ახალი ცხოვრება. ირლანდიაში დაიწყე ახალი ცხოვრება. იცი რა არის? მე ესეთი ვიყავ. სულ მაინტერესებს ყველას ვეკითხები, ყველას აბსოლუტურად. შეგცვალა თუ არა ცხოვრება ემიგრაციაში თუ მარტო მე და მე მართად ხო ეგ? იცი რა არის? მე ვფიქრობ, რომ მე ისეთი ვარ, როგორც ვიყავი. უბრალოდ დამიგროვდა ცოტა მეტი ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება. ნახე, ადამიანების გარემოცვა სულ ძალიან ბევრი მყავდა საქართველოში, ანუ მართლა ყველას ვიცნობ, ალბათ. თან ძალიან კონტაქტური ხარ და კი, სხვა რაღაცას ვამბობ. ნახე, იქ ჩვენ ყავს ჩვენი წრე. მიხვდი? მაგალითად, მუშაობ, ყავს თანამშრომლები, სწავლობ, ყავს ეს რაღაცა კურსელები, ჯგუფელები, საიდანაც ჩვენ შეგიძლია ამოარჩიო ადამიანები, იმიტომ რომ საქართველოში ყველასთან შეგიძლია ურთიერთობა, მიხვდი? აქ არ გაქვს მაგის საშუალება, რომ შენ არჩიო ვისთან იკონტაქტო. ვისთანაც მოგიწევს, იმასთან უნდა იკონტაქტო. შესაბამისად, მომიწია გამოცდილების მიღება აი ამ მსგავს ურთიერთობებში. ანუ ისეთ ადამიანებს შევხვდი, რომლებსაც საქართველოში ვერასოდეს ვერ შევხვდებოდი, მიხვდი? და შენ უნდა ამ ადამიანს მოერგო. იმიტომ რომ არ გაქვს სხვა გზა, მიხვდი? და ამან იმხელა გამოცდილება მომცა ურთიერთობებში, რომ მგონია, რომ ეს არის რამაც შეცვალა ია. უფრო ფრთხილი გაგხადა? იცი რა არის, ვერ გეტყვი რომ ფრთხილი გამხადა, უფრო დამთმობი გამხადა. უფრო სხვანაირად გავიცანი ადამიანები. მიხვდი? მანამდე არ ვფიქრობდი, რომ ადამიანი რომ გიდგას წინ, იმას რამხელა რაღაცა შეიძლება კონდეს გულში, რამხელა პრობლემა შეიძლება კონდეს გულში. ესე არ უღმავდებოდი. ისე არ ვუყურებდი, არ მაინტერესებდა.
აქ გინდა თუ არ გინდა მოგიწია ამ ადამიანების პრობლემების გაცნობა, ვის რა უჭირს, ვის რა ულხინს, იმიტომ რომ როდესაც სხვა ქვეყანაში ხარ, ვუზიარებთ ერთმანეთს მაინც ისეთ რაღაცებს, რასაც საქართველოში, ესე უბრალოდ არ დაჯდები და არ მოუყვები ვიღაცას, მიხვდი? და მაშინ დავფიქრდი, რომ ადამიანებს აქვთ იმაზე ბევრი ტკივილი გულში, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. აქ გავიაზრე ყველაფერი. კიდევ ირლანდიამ მომცა ის, რომ ვისწავლე სიმშვიდე. ძალიან ემოციური ადამიანი. ლოდინი ეხაც ვერ ვისწავლე, ეხლაც სულ მეჩქარება, მაგრამ სიმშვიდე ვისწავლე. რაზეც საქართველოში ჭკუიდან გადავიდოდი და გავგიჟდებოდი და ძალიან ემოციურად უპასუხებდი, დღეს ამას არ ვშვები. ანუ ვჩუმდები, ვითმენ, ვიღიმი და ვამბობ, რომ ცუდი დღე ქონდა ალბათ და სულ ეს არის. და ის მასწავლა ჩემმა სამსახურმა. ხარ ირლანდიაში ცხოვრობთ? კი, მოყოფილი. მივეჩვიე, ანუ ვფიქრობ, რომ ეს თუ ქონდა რამე პირველი კულტურული შოკი ამ ქვეყანაში როცა ჩამოხვედი? აი ზუსტად ის რომ არსად არ ეჩქარებათ. აი საქართველოში მიხვალ მაგალითად და 3 საათში ნებისმიერ დაჩქარებული თუ დაუჩქარებელი წესით ნებისმიერ პრობლემას მოაგვარებ, თუნდაც დოკუმენტთან დაკავშირებულს, გადაიხდი ბოლო-ბოლო ფასიან მომსახურებას. კი. აქ ეს არ ხდება ელემენტარულად ბანკის ამონაწერი რომ მიიღო 5-დან 10 სამუშაო დღემდე გჭირდება და ეს ჩემთვის იყო წარმოუდგენელი. მეორე რაც იყო არის ის რომ ამათი მოთმინება იყო ჩემთვის გასაოცარი. სად არის შენი სახლი? საქართველოში თუ ირლანდიაში? ირლანდიაში. ვერ წარმომიდგენია ეხა უკან არ ფიქრობ უკან დაბრუნებას. ამ ეტაპზე აი იდეის დონეზეც არ მაქვს რომ მე შეიძლება ოდესმე დავბრუნდე და საქართველოს ყველანაირად ირლანდიაზე გადმოვეწყე. და არ ვფიქრობ, რომ ოდესმე წავალ და იქ ვიცხოვრებ. იმიტომ რომ ყოფილ ხარ ხო საქართველოში ჯერ ჩასული? არა, არ ყოფილვარ. ნახე რატომ? აი ხო არიან ადამიანები წამოსული, რომლებმაც იქ რაღაც დატოვეს. მე არაფერი არ დამიტოვებია იქ. არაფერი არ მაქვს ისეთი, რისთვისაც მე შეიძლება იქ წავიდე და არა მარტო აქ მყავს, აი უკან რო ვიხედები, ცუდი მოგონებების მეტი არაფერი არ მოკავშირებს საქართველოსთან. ეხა არიან რა თქმა უნდა კონკრეტული ადამიანები ვისთან ვისი ნახვაც მინდა და ვისთან ვერთვი, მაგრამ იმათ ისედაც ვნახავ ხო? იმათ ისედაც ვნახულობ. თუმცა საქართველოს ამ ეტაპზე ძალიან დიდ გულის ტკივილთან ასოცირდება ჩემთან. შეიძლება რაღაცა პერიოდი გავიდეს და სიბერეში მაგალითად მომინდეს რომ ისე ვიცხოვრო, თუმცა ამ ეტაპზე როგორც გითხარი ცუდი მოგონებების გარდა არაფერი არ მოკავშირებს. მაინტერესებს, უბრალოდ შეგეკითხები, რა რჩევას მისცემდი იმ ადამიანებს, არა მარტო ირლანდიაში ვინც აპირებს წამოსვლას, ზოგადად ვინც საქართველოსთან წასვლას აპირებს და აპირებს დაიწყოს ცხოვრება ემიგრაციაში. შენი რჩევა რა იქნება მათ? ესე იგი, ჩემი რჩევა იქნება ასეთი, რომ აუცილებლად უნდა იფიქრონ განვითარებაზე. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი საინტერესო საუბრისთვის. მინდა გითხრა, რომ მართლა ძალიან საინტერესო იყო ამ გამოცდილებების გაზიარება და გაცვლა ერთმანეთში, რაც ჩვენ საუბარსთან მოყვა. და ყველა ის ადამიანი, ვინც დაინტერესებულია ემიგრაციის თემით და არის მარტო ხელა დედა, დღეს ჩვენი საუბრიდან საკუთარ თავს თუ არ ამოიცნობს, მიიღებს მაინც იმ გამოცდილებას ჩვენგან, რაც გავიარეთ, რა რეალობაშიც მოგვიწია ემიგრაციაში და დღემდე გვიწევს ცხოვრება ჩვენ შვილებთან ერთად და ზოგადად ჩემი საუბრების, ჩემი პოდკასტის მიზანიც ეს არის, თუ ერთი ადამიანიც კი, ვინც ჩემი პოდკასტის მაყურებელი იქნება და არის ეს 2 ეპიზოდი, თუ კი ერთი ადამიანიც კი მიიღებს სასარგებლო ინფორმაციას, უკვე ჩავთვლი, რომ ჩემი მიზანი არის გამართლებული. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა შენ სტუმრობისთვის და საინტერესო გამოცდილებების გაზიარებისთვის. ძალიან მიხარია ის, რომ ჩვენი ქართველი ემიგრანტობა არ არის გაყინული ერთ ადგილას და ისინი მუდმივად იღწვიან განვითარებისკენ
და ამ ბოლო დროს სხვათა შორის ძალიან მომრავლდა, სულ მესმის ხოლმე ჩვენი ქართველების წარმატების შესახებ. პატარ-პატარა წარმატება, რომელიც შემდეგ საერთო ჯამში გაძლევს იმ საერთო წარმატებას, რასაც ვახწერთ ხოლმე. კიდევ ერთხელ გიდასტურებ ჩემს პატივისცემას. ჩვენს მაყურებლებს კი ვსხოვ, მართლა ძალიან გთხოვთ, თუ რაღაც ინფორმაცია მიიღეთ, თუ ფიქრობთ, რომ სასარგებლოა ჩვენი გამოცდილების გაზიარება, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი YouTube-ზე, ჩვენი გვერდები Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. დაგვიწეროთ კომენტარები და დაგველოდოთ შემდეგ ეპიზოდამდე. არ გაბრძანდებოდეთ.